მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. შეგახსენებთ, ვისთანაც დასასრულებელი არის. წმენდები დასრულდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე და მიიღებთ შეტყობინებას და თუ გამომრჩით და არ მიიღებთ, მოიკითხეთ უბრალოდ, მაგრამ ყველასთან დასრულდება არ აქვს მნიშვნელობა ახლა. თქვენთან გაქვთ თუ არა ჩემთან კონტაქტი. ხო, ვისაც გადასახდელი ქონდა თანხები და არ გადაიხადეთ, შეჩერებულია. მე ახლა ვერ გზდებთ თქვენ, მიდი გადაიხადე, გენაცვალე შემჭირიმე. არ გადაიხადეთ, ყველა მიცით შედეგები როგორ აიქნება. ხო და ასე რომ რაც შეეხება ქალბატონო ნინოის ფასდაკლებით, მე ვიცი როდის რა უნდა გამოაცხადო. თქვენს გემოზე მე როდესაც რამეს ვაცხადებ, აზრი არ აქვს, თუნდაც ის ფინანსური არხის წმენდა რო გამოაცხადე, ეს თხოვნით იყო. და იმ წუთში ვთქვი, რომ აზრი არ აქვს, ეხლა გამოცხადებას თქო და არც შედგა. ასე რომ დაელოდეთ. როდის რა არის საჭირო, მე თვითონ განსაზღვრო, მე თვითონ შემოგთავაზებთ ჩემით. ფასდაკლება იქნება, თუ რაც იქნება. როდესაც რაღაცას გთავაზობთ, ესე იგი, მაშინ უნდა გააქტიურდეთ. ასევე შეგიძლიათ სახალხო ბოქსებიც შეიძინოთ. კარგით, ნახოთ. მისთვის არის დღევანდელი გაშლა. აიყოთ რა გეტაკათ. შეგახსენებთ კიდევ, რომ ნოემბერი იყო საშინელი ყველასთვის, მე არ ვიცი ახლა ეს არა ვარ ასტროლოგი და ვერ ვიტან ასტროლოგებს. არა კაცო, როგორ ვერ ვიტან, უბრალოდ რამდენი გამოაცხადენ გეშველებათ კირჩხიბებს და სულ ავატხვდები და რამდენი ვიტყვიან და ეს ახლა მაგათი მითხრალი ხო არ არის იქ ზოგი მაგიური, ზოგი ის, ზოგი ეს და გასაგებია, მაგრამ აი ამიტომ ვიძახით ორე რას ვერჩი. რაც შეეხება ყველასთან ესე ხო არ არის. ეს ნოემბერი, რა ვიცი, იქნება არ მოგისმენიათ, მაგრამ იყო საშინელი მეც მიკვირს და რა ხდება, მე ბოლო ესე რომ დავიწყებ აფორიაქებას ხო, რა ხდება ეს თემა, იმიტომ რომ წერთ მეხმიანებით ნინო რაღაცა ისეს და სხვა შედეგები უნდა იყოს ზოგადად, მით უმეტეს წმენდებში ვინც ახართ. შესაბამისად, მე მოდის ჩემთან ინფორმაცია და ესე შემთხვევით გავიგე მე თვითონაც, რომ ეს ნოემბერი იყო ძალიან საშინელი ზოგადად. დასრულდა 1 დეკემბრიდან უკვე ესე კარგი ეტაპი იწყება და თქვენს თანდათან წესით რიგით უნდა თუ რამე იქ არ არის სხვა ეხლა დაზიანებები, ხო, ესეც უნდა გაითვალისწინოთ. უნდა გამოსწორდეს. თუმცა, რო თქვა, რომ სახარბიელო მომენტში გრძნობთ ამ წუთში თავს ვერა, იმიტომ რომ რაღაც გახართ ძალიან ესე რა თქვა, დაღვრემილი, მე მგონი, ტრილს არაფერი გააკლიათ, ხო? და შესაძლებელია უკვე იმედით კი იმედგაცრუებულ პოზიციაში უფრო მიფიქსირდებით და რაღაცა ესე რა ვთქვათ, რომ აღარ მაქვს რაღაცა შანსი, არ არის ის, იმედმოწყენილი ხარ და მე უფრო მგონია აქ თქვენთან ნახეთ, კი ბატონო, ეს ახლა რაც არის, მაგრამ თქვენ არაფასებთ, რაც გაქვთ სინამდვილეში ამ ყველაფერს, ხო? აქ არ არის გამომასკნილი რომ შესაძლებელია კომუნიკაციაც კი გაკლიათ, მოდი ასე ვთქვათ, მეგობრებთან, საზოგადოებასთან, როგორც საჭიროა, ისე არ გამოხატავთ. ხალხო მე როდესაც ვამბობ, რომ დავუშვათ ადამიანს თუ ენერგია მიაქვს, თუ ის შეჩენილი რაღაცა დაშორდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა ჩაიკეტოთ და საზოგადოებასთან კომუნიკაცია არ გქონდეთ. საზოგადოება ყველა ესე ხო არ არის სინამდვილეში. იცით რა არის ეს მუხტი ზოგჯერ საზოგადოებიდან იმხელა მუხტი მოდის, რომ მოდი ასე ვთქვათ
შესაძლებელია მოდი ადამიანმა შეიძლება თავი მოიკლას ვიღაცისგან მხოლოდ ნეგატივი წამოდის, მაგრამ პირიქითაც ხდება, ხო? ამიტომ თლად ესენო ჩაიკეტებით ესეთ ხალხს კი ბატონო, გაანალიზეთ ვინ არის, მაგრამ აქ აშკარად გჭირდებათ ასე რომ ვთქვათ, გააქტიურება, მეგობრობა, კომუნიკაცია, რაღაც ცოტა ესე სადღესასწაულო განწყობა ჯერ არ გაქვთ. ხო და არ არის აქ ნამდვილად თქვენთან, მაგრამ უნდა მაინც ეს შექმნათ და ესეთ პოზიციაში, რომ ახლა всё, არაფერი აღარ იქნება, არაფერი ესე თლად არ უნდა იყოთ. ეს არის წინა სიტყვაობა, ჩემო კარგებო, კი ბატონო, ეს არის სულიერ ტრანსფორმაცია, ზუსტად ესეთი პერიოდი არის ეხლა და მით უმეტეს კიდევ თუ წმენდებს გადიხართ. ეს ნიშნავს უკვე აქ მთლიანი ცვლილება ჩათვალეთ, რომ აი როგორც ეხლა ცოტა უცნაურ შედარებას გავაკეთე, მაგრამ გველი იცვლის ტყავს, ესე არის ეს პერიოდი და ზოგადად წელიწადში ყოველთვის არის ერთხელ ესეთი შარშანაც სხვათა შორის ნოემბერში იყო ცუდი პერიოდი. ახსოვს მე ვიძახოდი და ეხლაც ნოემბერში წელიწადში ერთხელ ყოველთვის არის ესეთი დრო. კარგით, ნახოთ მაშინ რა როგორ რა იქნება, რა შეიცვლება და ბოლო ეხლა რამდენი ხანი იქნებით ესეც ხვირ დაშვებულ პოზიციაზე. ხო? კარგით. საით შეიცვლება, რა იქნება და ასე შემდეგ ეს ყველაფერი. თუმცა მე მგონია, რომ თქვენ ამ გაშლის მერე რაღაც ცოტა რწმენა მაინც გაგიჩნდებათ, ხო? რწმენა. კარგით, ნახოთ რა როგორ შეიცვლება. რას ვერაც ცნობიერებთ? კიდე რას ვერაც ცნობიერებთ, მაინც კარგი, ამასაც გადავხედავ, მაგრამ რა შეიცვლება აქ. მე როგორც გითხარით, ეს აუცილებელი პირობა, რაც თქვენთან არის, უნდა იყოს, თუმცა აქ ეთყობა ვერ ვიტყვი, რომ იდეები არა გაქვთ. იდეები და შესაძლებლობა ძალიან ბევრ ადგილას შეიძლება მოდებული იყოთ, ან უბრალოდ რა გააკეთოთ ამ წუთში რაღაცებს ვერ აანალიზებთ, მოდი ასე რომ ვთქვა და შესაბამისად ეს უკვე გამოგდით ისეთ პოზიციაში, რომ როგორ არის, იცით, თითქოს თქვენი რაღაც უნარი, შესაძლებლობა ამ წუთში ცოტა დაბლოკილი არის, მაგრამ რატომ მაინც კომუნიკაცია არის აქ ყველაფერი, თუ კარმული პერიოდი იყო? კარგი, კიდე მოდი ჩავეკითხოთ, რატომ არის ეს დაბლოკილი? კონკურენცია, მოდი კიდე მითხარი, რატომ არის დაბლოკია. არასწორი გაუთვალისწინებელი მოქმედებები, ან რაღაც ესეთი არ არის გამორიცხული, რომ მანახევი ზის თქვენს ენერგიაზე, ან რამე მაგივრად. კარგი, კი არას პრინციპით მიპასუხე მაშინ. არა, მაგიური აქ არა. აქ არის ესეთი რაღაცა, ნახეთ, თქვენ იმდენად მე თავში რაც გამოვაცხადე, რომ გაქვთ რაღაც ეს ნახეთ მოწყენილი და რაღაც ღვირჩაშვებული და უიმედო პოზიციაზე ხართ. რატომ შეგექმნათ ეს უიმედობა? მოდი მაშინ ეს ვნახოთ ეხლა და მე განავცობ ყველაფერს. რატომ შეგექმნათ? იმედია კითხვები არ დამარწმდება, რაც დავსვი. ეს უიმედობა, რამ გამოიწვია უიმედობა? რამ გამოიწვია ეს უიმედობა? რაღაც გაუთვალისწინებელი მოქმედება იყო, აქან არ ელოდით ისეთი რაღაც გააკეთეთ ნაბიჯი, სვლა გააკეთეთ, თქვენც არ გქონდათ გათვლილი. მოდი ასე ვიტყოდი. თქვენც არ გქონდათ ეგ იდეაში.
აი დავუშვათ ეხლა რაღაცის ყიდვა არ გაქვს ამ წუთში იდეაში, ხო და მომენტალურად იყიდე და მერე დაფიქრდი. დავუშვათ არ ქონდა ადამიანთან ეხლა ჩხუბის და რაღაცა ესე ხო კონფლიქტში შესულიყავით და მომენტალურად შეხვედით, მაინც გამოდით, მწყობი შეხვედით. ესე იჩხუბეთ, შეიძლება საერთოდ დაშორდით ან რაღაცა და მერე თქვენ თვითონ შეწუხდით ამ თქვენი მოქმედებით. ეს არის ჩემო კარგო. კარგებო. თითქოს ვიღაცას ერთს ველაპარაკები, ხო ისე ვთქვი, კარგო. ხო, აი ეს გაუთვალისწინებელი ის არის აქ მოქმედება, არა აქვს მნიშვნელობა ახლა უნივერსალურია გაშლა გაითვალისწინეთ, ეს ვინმეს ეხება კონკრეტულად, ეს ფინანსებს ეხება, თქვენს კარიერას ნებისმიერ საკითხს. აქ რაღაც გაუთვალისწინებელი მოქმედება, რამაც ესე რომ ვთქვათ, გამოიწვია შემდეგ იმ ხელა სევდა, რომ თქვენ თვითონ შექმენით რაღაც ის გარემო და ის ატმოსფერო ირგვლივ, რომ აი всё ახლა რაღა თუ რაღა იქნება და იცით რა არის? ამაზე ვარ ეს მდგომარეობიდან გამოსულ ხართ, გამომძვრალ ხართ და ეს რა არის? ხო, აქ როგორ არის, იცით? ახლა რა უნდა გააკეთოთ? ბალანსი უპირველესად. ბალანსი ის არის, რომ აი ეს რწმენა და რაღაცა ცოტა გაამხნევოთ საკუთარი თავი, თუნდაც ამ გაშლის შემდეგ და გამოხვიდეთ რა ესე, მოდი ცოტა კი ბატონო მადლიერება, ხო, არაფასებთ რაც გაქვთ. დაფიქრდით, სად იყავით, სხვათა შორის ვიცი რომ იქნებოდით რაღაცა ალბათ წლების წინ, რამდენიმე წლის, შეიძლება 10 წლის უკან, რამდენი 2 კილო თუ 1 კილონახევარი ბადება ადამიანი, ხო? მაგრამ დღეს შეიძლება ვიღაცა 100 კილო ხართ. არის ხო ცვლილება, აი ამას გულისხმობ, შედარება გააკეთეთ. ესე იგი, გაგიკეთებიათ რაღაცა, ხო? ერთ-ერთი პრეზიდენტის არ იყოს. არაფერი არ გაკეთებულა, ის არ არის, ის არ არის, ის რატო არ არისო, რატო კითხვას რომ უსვამს, რატომ არ არისო? მე არავინისტი არ ვარ, აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ეხლა სიტყვას მოხსა და სიტყვას მოყვა და გამახსენდა. გზებიო არისო? კიო, უფასოთო ჩააბარეო, კიო, შუქებიო გაქო, კიო, ხელფასებიო არისო, კიო, კიდე რაღაცები, ჩამოყვა, გათფობაო, ესე ყველაფერი ესე რაღაცა გამიკეთებია, ხო? ეხლა მაშინ 21 საუკუნე და 21 საუკუნე რა შვაშიაო. შენ სად იყავი? 21 საუკუნე რა, რამდენიმე წლის უკან არის, ხო? ეს ყველაფერი დაუშვათ ის 90-იანებში იყო. მე 20 საუკუნე იყო ზოგადად, ხო? მაინც რამდენიმე წელია მაინც ყვაობა. და აი რამდენიმე წელიწადში ეს ყველაფერი მოგვარდა. ესე იგი რაღაცა გაკეთთაო. თან კი იღეჭებოდა, იცოხნებოდა. ხო და მეც რო იმიტაციას ვაკეთებ. შესაბამისად, როგორ არის, იცით? ესე იგი, რაღაც თქვენთანაც ესე რომ ვთქვათ, ცვლილება არის. აი ამის თქმა მინდა ჩემო კარგებო. შესაბამისად, აი ზუსტად მაგაზე უნდა დაფიქრდეთ და გააკეთოთ ანალიზი. თქვენ აქ ესე ნირწამხდარი და ესე ფარხმალდაყრილი ნამდვილად არ უნდა იყოთ, უბრალოდ აი ეს რაღაცები, ცოტა-ცოტა რაღაცები გაიაზრეთ. არ აქვს მნიშვნელობა. რა როგორ მოხდა? უკვე წარსულში არის. მოდი ეხლა რა შეიძლება გავაკეთო. აი ასე უნდა განსაზღვროთ აქ ჩემო კარგებო. რა თქმა უნდა, აქ არის გამოსავალი, თქვენ მოიფიქრებთ, მაგრამ უპირველესად აი ამ ენერგიის დაბალანსება, აი საკუთარი თავის ამ ხელამწუხარებაც არ არის საჭირო, რაღაცა დამწუხრებული ხარ. ხო, ეს მოაგვარეთ. კომუნიკაცია ძალიან კარგი არის სხვათა შორის აქ მეგობრებთან, ხო? ან საზოგადოებასთან თუნდაც საუბარი. ხანდახან არის რომ ის თქვენი აზრი, თქვენი ტკივილი რაღაც საზოგადოება არის ყველა, მოდი მე არ ვამბობ საჯარო ჩაწეროთ ვიდეო და დაიწყოთ ეხლა ტირილი. ესეც არა. მაგრამ აი ეს კომუნიკაცია მოახერხოთ, ხო? თქვენთან, თქვენს მეგობრებთან ან ზოგადად არ ჩაიკეტოთ.
არ მიფიქსირდება აქ კარგად ეს ჩაკეტვა. თუ თქვენ დავუშვათ საქმიანობა გაქვთ, რეკლამა გჭირდებათ, კი ბატონო, გააკეთეთ ეს რეკლამა, არ მოგერიდოთ. ნუ გწვენიათ არიან ხალხი, რომ აი ერიდებათ, ვერ აკეთებენ, ხო ვერ გამოდიან ახლა თუნდაც სახით, როგორც მე ახლა ჯერჯერობით არ გამოვდივარ სახით, ხო? ჩემი გარკვეული მიზეზების გამო. თუმცა უკვე თითქმის გადაწყვეტილი მაქვს, რომ ვფიქრობ, მალე უნდა გამოვიდე და წავსდგე თქვენს წინაშე, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი. თან ისეთი შოკის მომგვრელი ინფორმაციები მაქვს საკუთარ თავზე, მე თუ არ უნდა ვიყო ამ სფეროში, სხვა ვინ უნდა იყოს. არ არსებობს, რომ არ შეიძლება, მე დავზარალდები ყველანაირად და იმიტომ აქ მანდა მაინც ესე ჯადო და ისინი აღარ არის უკვე, იმიტომ რომ აბსოლუტურად განეიტრალებულია ყველაფერი, მაგრამ აქ არის სხვა საკითხები კიდევ. ასე რომ სადაც ვარ აქ უნდა ვიყო და ეხლა მივდივარ სწორი მიმართულებით. ამიტომ ნუ მოგერიდებათ და ჩვეულებრივად თუ რამე საქმიანობა გაქვთ, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ხო? რაც შეეხება თქვენთან მიმართებაში, აუცილებლად გაქვთ წარმატება, რას ვერაც ცნობიერებთ, ნახეთ, კითხვა წახანე დავსვი და ახლა გამახსენდა. აი ზუსტად მაგას ვერაც ცნობიერებთ, რომ თქვენ ძალიან სწორი მიმართულებით მიდიხართ. ძალიან კარგი წარმატება გაქვთ წინ, აი წინსვლას მოძრაობა, აი და გჭირდებათ ასევე ეს. მოძრაობა არის ახლა შეიძლება თქვენ საქმიანობას რაღაც, რა ვიცი, ნივთებს თუ იწერთ და რაღაციდან ჩამოგაქვთ, თუ ახლა საქართველოში რა მზადდება ერთი და შესაბამისად ესეც მოძრაობაში ითვლება, ხო? გზებთან კავშირში არის შესაძლებელია ის ზუსტად ეს კომუნიკაცია, აი ის რომ გაჩერდე და არის ახლა ადამიანი, მოდი მაგალითს კიდევ აგიხსნით, უფრო დაწვრილებით, რომ ბევრი ვერ გებულობს და ამიტომ ჭირდება ამ ყველაფრის ახსნა. ნახეთ, ადამიანს აქვს სამსახური, წავა, მოვა სახლში, შეჭამს რაღაცა, წავა სამსახურში, ეს არის უკვე რუტინული და ერთ ადგილასაა ფაქტიურად ადამიანი გაჩერებული. მაინც ასე ქვია. სამსახური, სახლი. ან სასწავლებელი სახლი, ხო? ჯერჯერობით აი ამ ერთ წრეზე ესე ტრიალებს. თქვენ პირიქით მოძრაობა გჭირდებათ აქ. და იცით რა არის, საკუთარ თავის ასევე კიდევ, მაგრამ სულიერებაზე მაქვს აქ მე დღეს აქცენტი. თქვენი გარდაქმნა, ეს ტრანსფორმაცია ზუსტად ეს არის, რომ თქვენ რაღაც შინაგანად უნდა განიცადოთ, აი პირადი ცვლილებები რაღაც ეს. პირადის მამაკაცის ცვლილებებს არ გულისხმობ კაცო და ოჯახს. აი შინაგანი სულიერი ევოლუცია რაღაც ესეთი უნდა იყოს. ხო? ეს სულიერი ნახე გარდასახვაც არის. შესაძლებელია ინფორმაციული, ბევრი ინფორმაცია რაღაცა გჭირდებათ, რომ ეს განახორციელოთ და გაიზარდოთ, ჩემო კარგებო. და აუცილებლად ნახეთ, აქ გაქვთ ძალიან კარგი უკვე წარმატება, მოიცა? ეს ხო, ძალიან კარგი წარმატება. არ არის გამორიცხული, რომ არა, ეს ცვლილება ამ შემთხვევაში მე ვერ ვიტყვი აქ, რომ რამე არა, ეს არის შესაძლებლობა უკვე. შესაძლებლობა. ისე განთავისუფლება თუ გინდათ რამე ვალდებულება გაქვთ აღებული და ამ სიმძიმეს განიცდით, აქედან განთავისუფლება გექნებათ აქედანაც. ახლოს არის თქვენთან წარმატება და ეტყობა მაგას ვერაც ცნობიერებთ. ძალიან ახლოს, ძალიან. აი ცოტა დრო სჭირდება უბრალოდ ამ ყველაფერს. ამაზე ძალიან იტეხავთ თქვენ თავს, ბევრს ფიქრობთ. იმდენს ფიქრობთ, რომ მე ალბათ ლოგინში არ წვევით ახლა. თლად მასე არ არის საქმე, მაგრამ როგორ აი საკუთარ თავთან შეიძლება გქონდეთ კონფლიქტი. რა ვიცი, და რაღაც დარდი. მაგრამ ყველაფერი უნდა გაუშვათ გაკვეთილებში. მოდი დავუშვათ რაღაცაში გადაიხადეთ მეტი, რაც მე მაგალითად ხშირად მემართება სამწუხაროდ. ყოველთვის ვაკეთებ ესეთ რაღაცას, ნახეთ.
როგორ შტერიგი არა ვარ კაცო, გიხვდები, ვინ რა გადამახდებინა. მაგრამ როგორი რაღაც არის. შემდეგ ესე ვემაშვები. გადახტილია. ესე კი რაღაცი შეიძლება გადასახადი გქონდა. რაღაც იყო, აი მე ვიყო ჯამთელად, მე ეს შევიძინე, მოვიხმარო, ძალიან ბედნიერ, გადახტილია იმისთვის, რომ ხო შევიძინე, ეხლა რომ ბედნიერად და ჯამთელად მოვიხმარო. აი ამისთვის მაგ არის ისეთ მეტი გადახტილი. გაიგეთ? ამიტომ ესეთი რაღაცა გააკეთეთ, ჩემო კარგებო. ეს შიში, ეს საკუთარ თავთან გაქცულ რაღაც ეს ბრძოლა, შინაგანი ბრძოლა, სულ ესე მიფიქსირდება. სულ რაღაცას თავს იჭყლდავთ ეხლა და არა და არ ვიცი, აქ იყავით ძალიან სტაბილურობა სინამდვილეში თქვენთან არის. უბრალოდ რაღაც დიდი ხანია თანაც ეს არ არის ახალი. რაღაცა სტაბილურად, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა არის თქვენთან, თუნდაც სტაბილური ცხოვრება, მოდი, არ არის ძალიან ისეთი დღეს იქეთ, აქეთ რაღაც ესეთი თემა არ არის აქ. კარგით, ცოტა დრო გჭირდებათ, აუცილებლად მიიღებთ თქვენ ამ იმას, რა ქვია, წარმატებას. არ არის გამორიცხული შეძენა, გინდათ ვალიდან განთავისუფლება თუ რაღაცა ჩაფარავთ, ეხლა შემოდის ზუსტად რაღაც მაგნაირი, შეიძლება შესაძლებლობა, თანხა, რა ვიცი, დახმარება, ვიღაცას სესხი უნდა, ვიღაცას რა უნდა, იმას კი არ ნიშნავს, მანდამაც ეხლა რაღაცა ფული იყოს ისეთ, ხო? აი ეს შემოდის თქვენთან. მაგრამ სადმე ვარაპირებთ წასვლას, იმიტომ ძალიან დიდი გზაც ფიქსირდება. არ ელოდებით, შეიძლება და მოულოდნელად გადაწყვიტოთ. ეს არის აუცილებლად გზა. ასევე შესაძლებელია ეს იყოს კიდევ სურვილის ასრულება. აი აუცილებლად ეს სურვილი აგისრულებათ, ხო? კარგით, ნახოთ, აბა კიდევ ბოლო არკანი რას გვატყოდა. თქვენც გაგიკვირდებათ ისე კარგად მოვაგვარებთ ყველაფერს. აი, თქვენც გაგიკვირდებათ, ბოლოს როგორ დარჩებით, იცით, უკან რომ მოიხედავთ და გაიაზრებთ. აი, წამოვიდა ენერგია, ჯერ კმაყოფილი ხომ იქნებით რაღაცა. ესე ამოიშნეთ, მე უკან რომ მოიხედავთ, თქვენ თვითონაც გაკვირვებულ დარჩებთ, როგორ? იმიტომ რომ იმხელა ეს გაქვთ თქვენ ახლა, დარდი ამ ყველაფერზე. იმდენად ეთყობა, იმედ გაცრუებულ არ წმენა დაკარგული ხარ თუ რაღაცა გჭირთ, თქვენც გაგიკვირდებათ. თუ აი შეიტყვით. და აუცილებლად აქ ძალიან კარგი სურვილის ასრულება გაქვთ, ჩემო კარგებო. ეს არის გარდაუვალი. ასე რომ, ხართ ესე ყურებ ჩამოყრილი და იმაშვებით, რა ქვია, რაღაცებს. კიდე რა უნდა ვკითხო ეხლა. მოდი ვნახოთ, აბა ვნახოთ. მოიშორეთ ეს შიში, კიდევ გეუბნებით, ხო? კი ბატონო, აქ ღვთის წყალობა და წინსვლა გენაცვალე, წინსვლა ძალიან მალე, კი. აუცილებლად გექნებათ თქვენ აი შედეგი. კი ბატონო, არ არის გამორიცხული რაღაცა მართლა შეიძინოთ, ოღონდ ეს ხომ იცით, ან არის ბინას თლად ვერ დავარქმევ აქ და მანქანას, მაგრამ რაღაცა კარგი ნივთი. კარგი ნივთი შეიძლება ოქრო იყოს, კაცო. არ არის გამორიცხული, შეიძლება რამე ძვირფასი ნივთი იყოს. მაგრამ აქ იცოდეთ, რომ მადლიერებაც არ დაგავიწყდეთ. ეს არის, იცით რა არის, ცოტა პაუზის შემდეგ, რაღაცა შეჩერების შემდეგ, წინსვლა. აი აქ თითქმის დაელოდეთ ცოტა ნაყოფიერებას, ხო? აი მოსავლის აღების მომენტი თითქოს მოდის. გისურვებთ წარმატებებს და გემშვიდობებით, ჩემო კარგებო. ეს აუცილებლად იქნება, აუცილებლად.